იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. წლების განმავლობაში თანაარსებობდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ორგანიზებულ მაფიასთან. ქუჩები მშვიდი იყო, დანაშაული დაბალი, წესრიგი მკაცრი. და ამ წესრიგის ფონზე არსებობდა კრიმინალური ორგანიზაცია იაკუძა, რომელიც არ უარყოფდა საკუთარ არსებობას და ყველასთვის ცნობილი იყო. მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ არსებობდა იაკუძა, არამედ თუ რატომ სჭირდებოდა იგი იაპონიას. რა როლს ასრულებდა მაფია ქვეყანაში, სადაც ქაოსისთვის ადგილი თითქოს არ უნდა ყოფილიყო. იაკუძა ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც არ იმალება. მისი ოფისები ყველას თვალწინ დგას და სახელმწიფომ ზუსტად იცის, ვინ არიან მისი წევრები, მაგრამ წლების განმავლობაში არაფერს აკეთებს. არა იმიტომ, რომ ვერ ამარცხებს, არამედ იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციას საკუთარი ფუნქცია გააჩნია. იაკუძა არ იყო უბრალოდ მაფია. ეს იყო ჩრდილოვანი წესრიგი ქვეყანაში, სადაც ქაოსი მიუღებელია და სიჩუმე ფასობს. იქ, სადაც სახელმწიფო კანონები უძლური იყო, ჩნდებოდა იაკუძა. იქ, სადაც სისტემა ვერ აკონტროლებდა ყოველდღიურ ცხოვრებას, იქმნებოდა ალტერნატიული კონტროლი. მაგრამ ყველა ასეთი სისტემა ერთ დღეს ერთსა და იმავე პრობლემას აწყდება. როცა სახელმწიფო ძლიერდება, მას ჩრდილი აღარ სჭირდება და მაშინ იაპონიამ გააკეთა ის, რაც მაფიასთან ბრძოლაში იშვიათად კეთდება. მან იაკუძას არ გამოუცხადა ომი, არ გადააქცია ისინი ლეგენდად, არ აქცია გმირები. მან უბრალოდ წაართვა მათ ნორმალური ცხოვრების უფლება. ეს არის ისტორია ორგანიზაციის შესახებ, რომელიც კანონმა ვერ გააკრა, მაგრამ სოციალური ცხოვრებიდან მთლიანად წაშალა. თანამედროვე იაკუძას წარმოშობაზე საუბრისას ყველაზე ხშირად სახელდება ედოს პერიოდი და ორი ჯგუფი, რომლებიც იმდროინდელ იაპონიაში სოციალური კიბის ბოლოში იდგნენ. პირველი არის ტეკია, მოხეტიალე მოვაჭრეები. ბაზრობებზე უბრალოდ გაყიდვით არ იყვნენ დაკავებულნი. ისინი ადგენდნენ წესებს, ვინ სად დადგებოდა, ვინ რამდენს გადაიხდიდა, რა მოხდებოდა კონფლიქტის შემთხვევაში. ეს არ იყო სახელმწიფო კანონი, მაგრამ იყო ქცევის წესი ლოკალურ დონეზე. მეორე იყო ბაკუტო, აზარტული თამაშების ჯგუფები, საზოგადოებისგან გარიყულები იყვნენ, მაგრამ მათი ცოდნენ ფულის მოძრაობა, რისკი, ვალის ფსიქოლოგია. სწორედ აქედან მოდის ის ცივი პრაგმატიზმი, რომელიც იაკუძას მოგვიანებით ბიზნეს ორგანიზაციად აქცევს. იაკუძის ლეგენდა დიდწილად სწორედ ამ ორ სამყაროს შორის იბადება. ისინი წარმოადგენდნენ ალტერნატიულ წესრიგს ჩრდილში, სახელმწიფოს გვერდით და ეს წესრიგი ერთ რამეზე იდგა: ოჯახზე. თუ ქვედარ გოლში ვინმე შეცდომას დაუშვებდა, სასჯელი მხოლოდ მას არ ეხებოდა. პასუხისმგებელი იყო მისი უშუალო უფროსიც. ეს ქმნიდა ძლიერ შიდა კონტროლს. ყველა აკონტროლებდა ყველას, რადგან სხვისი შეცდომის სასჯელი შენს თავზეც გადაივლიდა. სწორედ ამიტომ იყო იაკუძა წლების განმავლობაში საოცრად სტაბილური და აქ იჩენს თავს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მაგრამ ხშირად არასწორად გაგებული რიტუალი: იუბიცუმე, ხელისთითის ნაწილის მოკვეთა არ იყო ფილმებში ნაჩვენების სისასტიკე. ეს იყო სიმბოლური გზავნილი. მე დავასუსტე საკუთარი თავი, რათა აღარ შემეძლო შენს წინააღმდეგ წასვლა. ისტორიულად ხმლით ბრძოლაში თითების დაკარგვა ადამიანს იარაღის დაჭერას ურთულებდა. იუბიცუმე პირდაპირ ამბობდა, რომ ამ რიტუალით დამნაშავე უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდა საკუთარ ოიაბუნზე. სასჯელი არ იყო მხოლოდ კივილი, ეს იყო დამოკიდებულების გაღრმავება. და სწორედ აქ ვხედავთ, რატომ იყო ეს სისტემა ბიზნესზე მტკიცე. თანამედროვე კომპანიაში თანამშრომელი შეიძლება წავიდეს, კონტრაქტი შეიძლება გაუქმდეს. იაკუძაში კი კავშირი იყო პირადი, რიტუალური, შეუქცევადი. თუმცა ამ სისტემას ჰქონდა მეორე მხარეც. როცა ბიზნესი ოჯახად იქცევა, კრიტიკა ღალატად აღიქმება, შეკითხვა დაუმორჩილებლობა, წასვლა ღალატად. და როცა იაპონიამ დაიწყო იაკუძასთან ბრძოლა, არა ძალით, არამედ სოციალური იზოლაციით, სწორედ აქ იქცა ოჯახური სისტემა სისუსტედ. ახალგაზრდები აღარ მიდიოდნენ იქ, სადაც ოჯახი გარანტირებულ მომავალს ვეღარ იძლეოდა. ერთგულება კარგავდა აზრს, როცა ოიაბუნი ვეღარ იცავდა შვილს, ბანკისგან, ბინისქირისგან, ნორმალური ცხოვრებისგან და სწორედ აქ ამ დროს გაჩნდა ბზარები ერთ დროს ურყევ ოჯახში. ოჯახში, რომელიც ბიზნესზე მტკიცე იყო, თუმცა ბიზნეს ტვირთად აწვებოდა. იაკუძა ხშირად საკუთარ თავს ოჯახად მოიხსენიებს და ეს მხოლოდ მეტაფორა არ არის. იაკუძის კლასიკური შიდა სტრუქტურა წარსულშიც და დიდწილად დღესაც არის იერარქიული. მამა-შვილის პრინციპი, ოიაბუნი, ანუ მამა, მშობელი, ლიდერი და კობუნი, შვილები, დაქვემდებარებული წევრები. ოიაბუნი
არ იყო უბრალოდ ბოსი. ეს იყო მფარველი, არბიტრი, მოსამართლე და საბოლოო ინსტანცია. კობუნიკი, შვილი, ვალდებული იყო ემსახურა აბსოლუტური ერთგულებით. არა იმიტომ, რომ ხელფას იღებდა, არამედ იმიტომ, რომ ვალდებული იყო. როდესაც ადამიანი იაკუძის ოჯახში შედიოდა, ეს არ ხდებოდა ხელის ჩამართვებით. არსებობდა სპეციალური ცერემონია, საკაცუკი, სადაც ოიაბუნი და კობუნი საკეს ჭიქებს ცვლიდნენ, რომელიც კავშირს სისხლის მსგავს ბმას აძლევდა და ადამიანი ოჯახში შეჰყავდა. და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. იაკუძის ოჯახში ხშირად აერთიანებდა იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებას უკვე გარიყული ჰყავდა. ღარიბები, ობლები, ყოფილი პატიმრები. ოჯახი მათთვის არა მხოლოდ კრიმინალური სტრუქტურა იყო, არამედ იდენტობა. მაგრამ ეს ოჯახი ემოციური თავშესაფარი კი არა, კარგად დალაგებული იერარქია იყო. ოიაბუნის ქვემოთ იდგნენ უფროსი კობუნები, შემდეგ მათი შვილები. და ასე იქმნებოდა მრავალსაფეხურიანი სისტემა, რომელშიც პასუხისმგებლობა ზემოდან ქვემოთ ჩამოდიოდა, ხოლო ერთგულება ქვემოდან ზემოთ. იაკუძა არ გაჩნდა იმის გამო, რომ იაპონიაში ბოროტი ადამიანები მოულოდნელად გაერთიანდნენ. ის გაჩნდა იმიტომ, რომ არსებობდა სივრცე, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა. და ვიღაცას ეს სივრცე უნდა შეეოსა. ამაშია იაკუძის პარადოქსი. ეს იყო კრიმინალური ორგანიზაცია, მაგრამ ხშირად ფუნქციონირებდა როგორც არაოფიციალური ინსტიტუტი, რომელიც ჩრდილოვან წესრიგს ამყარებდა. ამიტომ იყო, რომ იაკუძა დიდხანს არსებობდა არა როგორც რევოლუციური ძალა, არამედ როგორც პარალელური სტრუქტურა. ის არ ცდილობდა ხელისუფლების ჩამოგდებას. ის უბრალოდ ამბობდა, სანამ თქვენ ვერ ახერხებთ, ამას ჩვენ გავაკეთებთ. სწორედ ამან შექმნა იაკუძის სახიფათო ლეგიტიმაცია. ხალხისთვის იაკუძა ხშირად არ იყვნენ გმირები, მაგრამ არც სრულიად უცხოებად ითვლებოდნენ. ისინი იყვნენ ისინი, ვინც საქმეს აგვარებდნენ. მაგრამ ეს სისტემა თავიდანვე შეიცავდა ფარულ საფრთხეს. როცა წესრიგს ქმნის არა კანონი, არამედ ძალაუფლება, როცა უსაფრთხოება დამოკიდებულია არა უფლებებზე, არამედ ერთგულებაზე, როცა პრობლემა წყდება არა სასამართლოში, არამედ ოჯახში, მაშინ წესრიგი ძალიან ადვილად გადაიქცევა კონტროლად. და სწორედ ამიტომ იყო იაკუძის სტრუქტურა ასეთი მკაცრი, იერარქიული და სიმბოლური. ოჯახი, რიტუალი, ერთგულება, ეს ყველაფერი საჭირო იყო არა მხოლოდ შიდა დისციპლინისთვის, არამედ იმისთვის, რომ ალტერნატიული წესრიგი არ დაშლილიყო. მაგრამ დრო გადიოდა, იაპონიის სახელმწიფო ძლიერდებოდა. ბიუროკრატია, პოლიცია, სოციალური სისტემა ნელ-ნელა იკავებდა იმ სივრცეებს, სადაც ადრე იაკუძა მოქმედებდა. და მაშინ იაკუძა აღმოჩნდა იმ პოზიციაში, რომელიც ყველა ასეთ პარალელურ სისტემას ელის. ის, რაც ერთ დროს საჭირო იყო, დროთა განმავლობაში დაუშვებელი გახდა. დიდი ხნის განმავლობაში იაპონია ცდილობდა იმ გზას, რომელსაც თითქმის ყველა სახელმწიფო ირჩევს. დაკავებები, რეიდები, დაპატიმრებები, ლიდერების ჩამოშორება. მაგრამ ეს არასდროს იყო საკმარისი იაკუძას წინააღმდეგ. ყოველი დაჭერილი ბოსის შემდეგ ჩნდებოდა ახალი. ყოველი დაშლილი ჯგუფის ადგილს იკავებდა სხვა. იაკუძა არ იყო ერთი ორგანიზაცია. ის იყო ეკოსისტემა, რომელიც საკუთარ თავს აღადგენდა. 1990-იანი წლებიდან იაპონიაში იწყება სრულიად ახალი მიდგომა. კანონები აღარ იყო მიმართული მხოლოდ იაკუძის წევრებზე. ისინი ვრცელდებოდა ყველაზე, ვინც იაკუძასთან რაიმე სახის ურთიერთობაში შედიოდა. ეს იყო ნელი, მაგრამ გონივრულად აგებული სტრატეგია. კომპანიებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა არ ეთანამშრომლად იაკუძასთან. ბანკებს მიეცათ უფლება და ვალდებულება დაეხურათ ანგარიშები. მესაკუთრეებს არ გაექირავებინათ უძრავი ქონება. დაზღვევას უარი ეთქვა მომსახურებას. ეს არ იყო ხმაურიანი ბრძოლა, არ იყო ტელევიზიით ნაჩვენები სპეცოპერაციები. იყო მხოლოდ ყოველდღიური, შეუმჩნეველი ბარიერები. იაკუძის წევრს შეეძლო თავისუფლად ევლო ქუჩაში, მაგრამ ვეღარ ახერხებდა ბინის დაქირავებას. ვერ ხსნიდა საბანკო ანგარიშს, ვერ აფორმებდა კონტრაქტს. და ეს იყო ბევრად უფრო მტკივნეული ვიდრე ციხე, რადგან იაკუძა ყოველთვის იდგა ბიზნესზე, ხოლო ბიზნესი ნორმალური ცხოვრების გარეშე ვერ არსებობს. ამ გზებით კანონი გადაიქცა არა შიშის ინსტრუმენტად, არამედ საზოგადოებრივ ჩვევად. იაკუძასთან ურთიერთობა გახდა არასასურველი, არასანდო, ტოქსიკური. დღევანდელი იაკუძის ყველაზე დიდი პრობლემა არის არა პოლიცია, არამედ საკუთარი წევრების გადარჩენაზე ზრუნვა ჩვეულებრივ ცხოვრებაში. იაპონიაში მოქმედი კანონებისა და მუნიციპალური რეგულაციების შედეგად იაკუძის წევრობა პრაქტიკულად ნიშნავს სოციალურ ბლოკადას. სწორედ ამიტომ ბოლო წლებში ორგანიზაციის შიგნით გაჩნდა ახალი, ადრე წარმოუდგენელი ტენდენცია.
ოფიციალური გამოსვლა იაკუძიდან. ყოფილი წევრი ხელს აწერს დოკუმენტს პოლიციის ზედამხედველობით, რომ აღარ აქვს კავშირი ორგანიზაციასთან და ვალდებულებას იღებს არ დაბრუნდეს კრიმინალურ საქმიანობაში. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ იაპონიის ხელისუფლება არ აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს იაკუძის ორგანიზაციასთან. მაგრამ არსებობს არაპირდაპირი პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს კრიმინალური წრიდან გამოსვლის წახალისებას. პოლიცია და ადგილობრივი თვითმმართველობა ასეთ ადამიანებს აკავშირებენ სპეციალურ დასაქმების პროგრამებთან. ადრე ჩადენილ წვრილმან დანაშაულებზე თვალს უხუჭავენ და გარკვეულ შემთხვევებში თვითონ ეხმარებიან სამუშაოს მოძებნაში. ზოგადად, სამუშაოს პოვნა ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან კომპანიების უმეტესობა იაპონიაში ვალდებულია ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომ არ თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. ამიტომ, როგორც კი წარსული იკვეთება, უუქმებენ კონტრაქტს, ან საერთოდ უარსებობნებიან აყვანაზე. ამის გამო ყოფილი წევრები მუშაობენ ნაკავსაყრელებზე, მშენებლობებზე და სხვა დაბალანაზღაურებად ფიზიკურ სამუშაოებზე. ეს იოლის სამსახური არ არის, მაგრამ ამ სამსახურის შოვნასაც კი ბევრი ვერ ახერხებს. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ტატუ. ერთ დროს იაკუძას ტატუები ძალაუფლების სიმბოლო იყო. შენი რეზიუმე სხეულზე, რომელსაც ყველა ამაყად ატარებდა. მაგრამ ერთ დროს იდენტობის სიამაყე დღეს სოციალური იარლიყია, რომლის დამალვასაც ცდილობენ. ბოლო წლებში იაპონიაში გაიზარდა შემთხვევები, როცა ყოფილი იაკუძის წევრები ლაზერით იშორებენ ტატუებს, ან სხვა მეთოდით ცდილობენ დაფარვას. საინტერესოა, რომ ზოგიერთ ადგილობრივ პროგრამაში ტატუების მოცილება ფინანსურად ნაწილობრივ სუბსიდირებულია, რაც ცხადყოფს პრობლემის მასშტაბს. 2024 წლის მონაცემებით იაპონიის ეროვნულმა პოლიციამ გამოითვალა, რომ ორგანიზაციას, რომელსაც მე-20 საუკუნის შუაში 100,000-ობით წევრი ყავდა, დღეს 15-დან 20,000 წევრამდეა ჩამოსული, რომელთა საშუალო ასაკი 55 წელია. საინტერესო და მძიმე ფაქტია, რომ რადგანაც წარსულში ეს ადამიანი არ იხდიდა სოციალურ შენატანს, ისინი ვერ სარგებლობენ პენსიით, ჯანდაცვის სრულფასოვანი დაფარვით, სოციალური უსაფრთხოებით. ხშირ შემთხვევაში სწორედ სიბერი ხდება მიზეზი, რის გამოც იაკუძის წევრები ტოვებენ ორგანიზაციას, რათა უბრალოდ პენსიის აღება შეძლონ. ერთ დროს იაპონიაში არსებობდა კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა ოფისები, ავტორიტეტი, ადგილი სოციუმში. 1960-იან წლებში 180,000-ზე მეტი წევრი ყავდა, დღეს 20,000-ზე ნაკლები. არა იმიტომ, რომ ყველა დაიჭირეს, არა, უბრალოდ ნორმალური ცხოვრება წაართვეს. და ასე დასრულდა იაკუძის ისტორია. ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს შტილში წესრიგს ქმნიდა, დაიშალა იმ სამყაროში, სადაც წესრიგი უკვე კანონს ეკუთვნის. შესავალში ვთქვით, იაპონიამ იაკუძას ომი არ გამოუცხადა. დასასრულს კი ვიცით რატო. როცა ორგანიზაციას აწყვოს და მომავლის იმედს წაართმევ, იქ ომი აღარ არის საჭირო. და აი ასე დასრულდა ჩვენს მიერ მომზადებული კიდევ ერთი ვიდეო. თუ მოგეწონათ ეს ისტორია, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. მოიწონოთ ვიდეო და კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.